წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას წუხელ მანქანა დაეჯახა, არხში გადააგდო, მძღოლი კი მიიმალა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე ავრცელებს. თამარ ბელქანია წერს, რომ ახალგაზრდა კაცი გადარჩა და მას ოპერაციას რამდენიმე საათში გაუკეთებენ. კვარაცხელია უგონოდ სისხლდენით არხში 9 საათი იმყოფებოდა. ბელქანია ცნობით კვარაცხელია გონზე თავად მოვიდა, მძღოლი უკვე დაკავებულია. პარლამენტმა შესაძლოა მისამართი შეიცვალოს და არსენალის მთაზე გედევანიშვილის ქუჩაზე გადავიდეს. ამის შესახებ მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. არსენალის მთაზე მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სამინისტროებისა და სხვა ადმინისტრაციული ობიექტების გადატანაც იგეგმება. კრემლი ტრამპს პოლიტიკას უწონებს. ტრამპის განცხადებები პოლიტიკოსთან ინტერვიუში რუსეთის ხედვას შეესაბამება, ამბობს პესკოვი. ლავროვის თქმით კი ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში არსებული სიტუაციის ძირითადი მიზეზების გაგება დაიწყო. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროპა ხელოვნურად აჭიანურებს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და ზელენსკის საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებს. უკრაინული დრონებით დაზიანებულმა სიზრანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. სამარის ოლქში მდებარე ნავთობქარხანის მფლობელი ამერიკის მიერ სანქცირებული როსნეფტია. ამ ინფორმაციაზე კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.